მე როგორც თეიმურას ბოკელაოძემ ქალაქ თბილისის მერობაზე ვარ წარდგენილი ნომერი პირველი მამული ენას არწმუნოებიდან. არ შემიძლია ამ ფაქტს არ გამოვეხმაურო და პირდაპირ არ დავარქვა ის საქციელი რა საქციელიც ქვია. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება. იცით რატომ? იმიტომ რომ სოციალურ პრობლემებზე საუბრობს ზაზანოზაძე თელი ამ წლების მანძილზე და წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას და კახი კალაძეს უცხადეს მხარდაჭერას. მაშინ როდესაც თვითონვე ბერა თუ მოგწონს. ბერას შემოქმედება ჩემთვის არის ძალიან უინტერესო და ჩემთვის რა ზოგადადად შეიძლება ალბათ ბერას შემოქმედებაში რაღაც ლაფსუსები ვაღმოვაჩინო. 10-დან 10 იცი გაყვებოდა ცოლად ბერას შენ თუ ბერა რას ფიქრობ პრაის ნუ პასო ამიტომ რომ მიყო ბერა მაგრამ ფულისოს ბერას ფულისოს ბერას რამდენჯერ მოიხსენიე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმიტომ რომ ბერა ივანიშვილია ჩემს სიმღერებში ესე ვთქვათ მე ვცდილობდი რაღაცნაირად მისი სახელის გატეხვას ჩემი აუდიტორიის წინაშე ანუ თუ ადამიანი ვერ აანალიზებს შენ შეცდომას ესე იგი ძალიან შარში ხარ რა იმიტომ რომ ყველაფერი წინ დაგხვდება საერთოდ აი ისეთი რაღაცეები გამოცადე და ისეთ ადგილებში წავიდე ხეკისერი რომ არსად არაფერი არ იმალება რა ბიჭობა ძმობარი შენაკიდო ბიჭებს სულ ცნობარი ძმა რომ გულით გირჩევს ძმა რომ გაგიგებს და დაივიწყებს ცხენას ვიმეორებ ნამდვილები ივიწყებენ ცხენას ძალიან მოხარული ვარ რომ შემიძლია ესე ვთქვათ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ჩემი მეგობრის კახი კალაძის მიმართ და წარმატება მინდა უსურვო მას და მის გუნდს მორჩაკ მორჩიც და ფული მოჯვითორე გვეძახია სხვაგან უფრო ჩაიპონშიან და დაგვიმატე 20 ლარი დავიქნები ნაციც კოციც და დედის პროჭიც და რა გამოდის 20 ლარი დაგიმატეს ბიჭო ხო და ნახეთ ძალიან ბევრი მოსაზრება წავიდა ამ თემასთან დაკავშირებით. ერთს ვიტყვი, რომ ნაცკოცური, არა მარტო ნაცები, არა მარტო კოცები, ნაცკოცური სისტემა ერთად უნდა დავამსრულოთ რა. და ესეთი ადამიანები, ხო, კი, გასაკრიტიკებლები არიან, მაგრამ რეალურად დასახსნელი ყავს ამ სისტემისაგან, იმიტომ რომ კარგად იცით, როგორც ხდება, დავერბოკება, სხვადასხვა მეთოდებით. დაშინებით, მიგზავნებით, დიდი ფულის ანაცვლოდ, მოკლედ უამრავი თემა არის, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ 41 და სხვა კანდიდატები არ უნდა გააფერადოთ არჩევნებზე. მე, როგორც რიგითი ქართველი, სული და გულით ქართველი, სისხლით და ხორცით გენით ქართველი, ვიყრიკენს მამული ენას არწმუნება საარჩევნო სიაში ოფიციალურად პირველი ნომერი ვწერი ვარ თბილისის მერობაზე. ამიტომ გთხოვთ ყოველ თქვენს ხარი დამიჭიროთ უფრო მეტი ქართული საქმის საკეთებლად. რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ხო? ვაკეთოთ საქმე. თორე ვიღაცაგე რეპავს, პირობებზე ხო ზედმეტია საუბარი და სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა და რეპავდა. და მთავრობას უჭერს ხარს ეხლა ვიღარ ხედავს იმ პრობლემებს რაც ქვეყანაში ხდება. ხო და ზაზანოზაძესნაირად ძალიან ბევრი უშვებს შეცდომებს. ამიტომაც მოგმართავთ ყოველ ჩემს თანამოქალაქეს. დამიჭირეთ მხარი. მოვდივარ ეროვნული სულისკვეთებით და მოვდივარ საქმის საკეთებლად. პირდებით რომ უკეთეს მომავალს ერთად შევცვლით. ამიტომაც გააფერადეთ არჩევნებზე ნომერი პირველი მამული ენას არწმუნოება და თბილისის მერობას დამიჭერთ მხარი მე თეიმურას ბოკელაოძეს. იმიტომ რომ ღმერთმაც კი არ დაუშვა მამული ენას არწმუნოება ქონოდა პარტია და პირველი ნომერი არ ამოხსოვდა დოლარად სადაც სხვადასხვა ციფრები ყრია. ამიტომაც მე მჯერა რომ ღმერთი არ ჩვენთან და მჯერა ქართველი ერის გონიერების. მადლობა ყურადღებისთვის, მაგალითად გაავრცელეთ, გააზიარეთ და შეატყობინეთ ყველას, რომ ვარსებობ ადამიანი, რომელიც სისტემას არ ვემხრობი, არც ამაც, არც წინასას. და ჩემთვის ეროვნული მთავრობა მარტო მერაბ და ზვიადის დროს იყო. მას შემდეგ ყველა ლეგიტიმურები არიან და ეს სისტემა ჩვენს ერს ანადგურებს. დროა საქმის კეთების და ზუსტად საქმის საკეთლებად მოვდივარ. კბირდებით 810,000 პენსიონერს, შექმნის სააფთიაქო ქსელს, სადაც ყოველგვარი მოგების გარეშე გაიყიდება წამლები. კბირდებით, რომ სკოლებში შევიდან კვებას, მივხედავ ჩვენი სოფლის ეკონომიკასაც, მივხედავ ყველა საკითხს, რაც ჩემ ქვეყანას ადარდებს. და
ძალიან მომწონს რაღაც მომდო ბევრი სკვერები 2500 სკვერზე მეტი გააკეთეს როგორც ვიცი ხო და ამით თავს იწონებენ მაგრამ რა თმინდა ეს სკვერები ძალიან კარგია სკვერები ლამაზია რა თქმა უნდა იყოს მაგრამ რა თმინდა ამდენი სკვერი თუ შობადობა ბოლო 10 წლეულობის განმავლობაში სიკვდილიან რომ გადაასწრო შობადობას ერი აღარ მრავლდება რა თმინდა სკვერები თუ მოხუც ბებია ბაბუებს წამლის შესაძენი ფული არ აქვს და სახელმწიფო მხარში არ უდგას ამიტომაც მოგმართავ თქვენ რა დამიჭირეთ მხარი მამული ენას არ წმულება გააფერადეთ პირველი ნომერი და აი ესეთი ხალხი როგორც ზაზონოზაძია და კიდევ უამრავი ესეთი ცნობადი ადამიანი ხო ჩვენ უნდა უშუალოდ ამ ადამიანებსაც რა იმიტომ რომ მე პირობას ვდებ იმისა რომ ყველგან ვნახავთ სამართლიანს და ყველგან ვნახავთ ჩემი ერის მხარეს მადლობა ყურადღებისთვის